პატივცემულო პრემიერ-მინისტრებო, კალბატონებო და ბატონებო, ვირფასო სტუმრებო, დღეს გვაქვს პატივი იმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქ თბილისში, რათა ერთად აღვნიშნოთ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილე. 1996 წელს 20 წლის წინ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ჭეშმარიტად ისტორიულ ხელშეკრულებას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ბაქოს სუფსას მილსადენის პროექტის განხორციელებას, რომელიც სანგაჩალის ტერმინალს სუფსის ტერმინალთან აკავშირებს. 1999 წლის aprilში 830 კილომეტრი სიგრძის მილსადენის აზეიმოდ გაიხსნა, როდესაც პირველი ტანკერი ნავთობით დაიტვირთა და საერთაშორისო ბაზრისკენ დაიძრა. ეს არ იყო მხოლოდ 550 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში. ეს არ იყო მხოლოდ პირველი ნავთობსადენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არამედ ეს იყო დასაწყისი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული და გამორჩეული თანამშრომლობისა. წარმატებული თანამშრომლობისა, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო ძლიერდება და ამტკიცებს ისტორიულ კავშირებს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ბაქოს სუფსის პროექტის განხორციელება იყო გამოწვევა ჩვენი დინამიური რეგიონისთვის, მაგრამ იმავდროულად ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ ეფექტურად გამოიყენა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მსხვილი სახელმწიფო და კერძო ენერგეტიკული კომპანიების მონაწილეობით და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების მხარდაჭერით დღეს წარმატებულად ფუნქციონირებს დასავლეთ-აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფანი. აზერბაიჯანიდან ნავთობის ტრანსპორტირებასთან ერთად უკვე ხდება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაც. რამდენიმე დღის წინ წარმატებით დასრულდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ტესტირება და უახლოეს მომავალში იგეგმება გაზრდილი მოცულობებით ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. და ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ 20 წლის წინ. დღესაც გრძელდება და ჩვენ სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავთ. ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერე და ჩვენი ურყევი პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის საწინდარია. აზერბაიჯანის და საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში საგრძნობლად გაიზარდა და წინ ბევრ პერსპექტიულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა გველის. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია დღეს მივესალმო საპატიო სტუმრებს აზერბაიჯანიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კომპანია BP-ის წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველა სტუმარს, ვინც მიიღო ჩვენი მოწვევა დღევანდელ ღონისძიებაზე. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას მობრძანებისთვის და თითოეულ თქვენთაგანს უსურვებ წარმატებებს.